დილამშვიდობისა დღეს 16 ოქტომბერია ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ შევეცდებით საინტერესოდ წარმართოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ახლა საეკლესიო კალენდარს გავიცნოთ და შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამეებს დიონისე არეოპაგელს, ათენელ ეპისკოპოსს, რუსტიკე ხუთს და ელევთერი დიაკონს, ღირს იოანე ქოზიბელს, კესარიელ ეპისკოპოსს, ნეტარ ისიხი ქორებელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას გისურვებთ და ახლა ანონს გაგაცნობთ ტრადიციულად როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ლოცვითი კანონი ამ თემაზე გვექნება საუბარი შემოგვიერთდება ნაძალადებში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის იმპორტისა და წარმოების რეგულირებაზე რა სიახლეები იგეგმება ახალი რეგულაციების მიხედვით და როდიდან ამოქმედდება ის სტუმრისგან შევიტყობთ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა რამდენად საშიშია ცოფი როდის უნდა ავიცრათ და რას მივაქციოთ ყურადღება ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი რომელიც სტუმრობს იმუნიზაციის ცენტრს რაბიოლოგ ბადრი ბაზაევისგან მოვისმენთ რჩევებსა და რეკომენდაციებს ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა ახლა ამინდის პროგნოზის დროა შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დაუბრუნდებით შემოგვიერთდება მამა ირაკლი. მოგესალმებით ყველას და წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს ნაძალადებში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით მამა ირაკლი.
მადლობას მოგახსენებ ჩვენთან მობრძანებისთვის. Tiedan მშვიდობისა, მოგესალმებით და გლოცავთ, ღმერთმა მშვიდობიან ბედნიერი დღე მოგგვადო თქვენ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ლოცვითი კანონი? აი ამ თემაზე გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით რომ ლოცვა არის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, თუმცა როგორი უნდა იყოს ლოცვითი კანონი ამა თუ იმ ადამიანის, ალბათ ესეც ინდივიდუალური არის და თქვათ ადამიანის მომზადებას გააჩნია. აი მაგალითად დამწყები ქრისტიანის მაგალითი რომ მოვიტანოთ და ადამიანი რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს ეკლესიური ცხოვრების გზაზე, მას რა კანონს უწესებს როგორც სასულიერო პირი და ზოგადად ეკლესიის და წმინდა მამების რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია? ეხლა პირველ რიგში უბრალოდ ლოცვითი კანონმა შეაშინოს ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, აქედან დავიწყოთ რომ სუფროს მონაზონობასთან დაკავშირებული შეიძლება იფიქროს. უბრალოდ ჩვენ ვისაუბრებთ ლოცვის ზოგადად ლოცვის აუცილებლად ვალდებულება ახსენეთ დიახ და დღეს თანამედროვე ქრისტიანის კი სამწუხაროდ პრაქტიკაში ჩანს რომ ახერხებს რომ ისე იცხოვროს რომ ლოცვის გარეშე და არის იცით ყველას თავის მიზეზი აქვს სუბიექტური უნდა რომ ობიექტურად აქციოს თქვა რაღაც სამსახური და გადაღრილობა დროის უქონლობა და წინა მამები ერთხმად ამხილებენ ამ მდგომარეობას ინამბობენ რომ ვინც ლოცვისთვის დროს ვერ პოულობს მას ლოცვის სურვილი არ აქვს და სწორედ ამიტომ ეხლა სურვილი რაღაცის რომ მქონდეს ადამიანს ბუნებრივია ხო მას უნდა სანამ სურვილი გაუჩნდეს უნდა გააზრებული ქონდეს რასთან აქვს საქმე შემდეგ სურვილის გაუჩნდეს ან არ გაუჩნდეს ამ ნებისმიერი ქმედების სახსრულებისა. ამიტომ როცა ლოცვა საქმე ეხება პირველ რიგში ჩვენ მისი აუცილებლობიდან გამოვდივართ სანამ კანონზე ვისაუბროთ და გარკვეულ ფორმებზე ვისაუბროთ ხო რატომ არის აუცილებელი ლოცვა როცა ადამიანი გაიაზრებს და ქრისტიანი ვალდებულია რომ ეს ყველაფერი გაიაზროს აი დილიდანვე რატომ შეუდგება ლოცვას ძალიან კარგად არის ეს გადმოცემული დილის ლოცვებში რომ იწყებს ღვთისადმი მადლიერებით კერძოდ პერიფრას მოვიყვან დილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმინდაო სამებაო ანუ ღმერთს ამბა ღმერთია ღმერთს მადლობს რატომ მადლობს იმიტომ რომ გაცნობილი ქონდეს ადამიანს ვის და მithmetes ქრისტიანს რომ გაუთენდა დღეს ღვთის წყალობა მარტო ღვთის დამსახურებით რომ ადამიანები იცი ჩვენ სამწუხაროდ რომელსაც არ უთენდება ჩვენ რომ გაგვითენდა ეს ვის ახლა ჩემი დამსახურება ხო არის ვინმეს ღმერთის წყალობა და ღმერთს მადლობით და ასე შემდეგ გრძელდება ნუ ამ ლოცვაზე მოგვიანებით გადავთ მოგვეცემა ამის საშუალება დილიდანვე იწყოს ლოცვას და ლოცვის ესეთი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან რომ ლოცვა არის სულისთვის ერთგვარად სუნთქვა და ახლა წარმოიდგინეთ რომ ყველა ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან ხო ვიცით ეს ეკლესიურმაც არა ეკლესიურ მორწმუნეც არა მორწმუნე და რა მდგომარეობაა ხორცისა რო თქვათ როცა ის მაგალითად ძალიან მძიმე სუნთქავს აი ალაგ-ალაგ რომ სუნთქავს ძლივს ღარ რომ სუნთქავს ჯვარი წერია მის წინა სიკვდილის მდგომარეობაზე მეტყულეს პირდაპირ და თუ სუნთქვა შეწყვიტავს ხორცი კვდება და ხორცი მაინც დროებითია რაც არ გინდა ახლა სწრაფსავ და ჩქარჩქარა სუნთქავდეს და რითმულად როცა იქ შეჩერდება ჩვენი სუნთქვა ხო სიკვდილის ყველა დაიმკვიდრება მაგრამ სულზეც იგივე უნდა სული მარადიული ღირებულება ასევე სულთან მიმართებაში მიდგომაც რომ სულის სუნთქვა თუ არის ლოცვა რამდენადაც კარგად ლოცულობს ქრისტიანი სისტემატიურად შვიდად რითმოდაც სულის ჯანმრთელობაზე მეტყველებს და რომელია ქრისტიანიც ალაგ-ალაგ ლოცულობს ძიმე დაზარებით ნიშნავს რომ სული დაუავად და სასწრაფოდ შველა ჭირდება ამიტომ ლოცვის გარეშე ქრისტიანობა წარმოუდგენელია ზოგჯერ არის სურვილი ლოცვის, მაგრამ რაღაცნაირად სულიერი ბრძოლა იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვერ ახერხებს, რომ აი მივიდეს დადგეს ხატებთან და რატომღაც აი თუნდაც დილის ლოცვა, რომელიც სულ 15 წუთი შეიძლება გაგრძელდეს, ხო? მაქსიმუმ და საღამოს ლოცვა სადღაც 13 წუთი, 10 წუთი, აი ამ ლოცვების აღსრულებაც ძალიან უჭირს ადამიანს ზოგჯერ მიუხედავად სურვილის. აი რატომ ხდება ასე? რა უშლის ხელს ამ? რა თქმა უნდა, ჩვენ მარტივად მივხვდებით, ეხლა რა ვინ შეიძლება უშლიდეს ხელს. ეხლა მაინდა-მაინც თლად ბოროტძალას უნდა ვაბრალოთ, თავისი ყოფა გაჭირება, რომ ბოროტია. ხშირად ჩვენი სწორედ აქედან დავიწყე საუბარი, არა სურვილი, არა გაცნობიერებულა იმ ვალდებულებისა, იმ დიდი მადლისა, სიკეთისას ლოცვა, რასაც ლოცვა მოიტანს ჩვენი სულების. აქედან ჩვენ უნია თუ არ უნდა დავაბრალოთ მაინდა-მაინც ბოროტის ზალმო, თუმცა არც უმაგისობა არის ხო. თორე ედგარად ლოცვის კიდე გამარტება არის, ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და სწორედ ბოროტმა ძალამ ჯერ კიდევ 60-ში იცით, როცა მიიტანა ადამიანს იერეში და ცოდვაში ჩააგდო, სწორედ ესვენ აიტანა რომ ადამიანს და ადამიანს ჩვენ პირველ მშობლებს ჰქონდათ ერთგვარად დიალოგური კავშირი ღმერთთან, საუბარი ჰქონდათ, ლოცვითი კავშირი ჰქონდათ და სწორედ ამის დასარღვევლად შემდეგ ცოდვა მოახდა და იცით რაც მოხდა.
ბუნებრივად ბოროტი აკვირდება ქრისტიანის ყოველ წუთს ის წესრიგს და ხელს შეუშლის არ შეუწყოს ლოცვას. პირი ყველგან ეცდება, მაგრამ იმ მიზეზით რომ ხელს გვიშლის და არ უწევს, რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელია. თუ როგორ უნდა ილოცოს ქრისტიანმა, სანამ გადავალთ ამას თქვენს ნებართვით არ მოწყეთ პირველ დასაწყისს თემას, რომ დაწყებითი ქრისტიანები ჩვენ რა კანონს ვაძლევთ, როგორ ვეხ დამწყებ ქრისტიანებს და იმ ადამიანებს ადამიანებს შეეშინდეს, იმიტომ რომ კანონი ვახსენეთ. მართლმადიდებლობაში პრაქტიკაში, ლოცვის პრაქტიკაში არის ესეთი, აი შეიძლება დავყოთ სამად ლოცვების კატეგორიები, ეს არის სავალდებულო, სასურველი და საჭიროების და მიხედვით. აი სიტყვას გვეუბნება ახლა, ვერც სასურველი უამრავი ლოცვებია საჭიროების მიხედვით, ვერ შეცვლის სავალდებულოს. ამიტომ ჩვენ დამწყებ ქრისტიანს ვესაუბრეთ ბუნებრივია სავალდებულო ლოცვების შესახებ, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის არის ყოველდღიურად აღსასრულებელი. სწორედ ეს სავალდებულო ლოცვების ფორმა თქვენ ახსენეთ ძილის შემდეგ ლოცვები და ძილის წინ ლოცვები. და ამის აუცილებლობა რატო არის სავალდებულო ახლა ვარავინ არ იფიქროს რომ ამის გარეშე რა მოხდა აი სავალდებულო არ შეაშეს პასუხისმგებლობა. უბრალოდ ღმერთმა შექმნა ადამიანის სულის და ხორცი და ეს ჩვეულებრივი ყოფიერი ბუნებრივი მდგომარეობა რომ ხორცს ყოველ დილას სჭირდება ჩვენ გარკვეული დროის დათმობა. დიახ. აი როგორ უნდა ვილოცოთ აი ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად აი დილის ლოცვა, ხო, ავდექით, ძილის შემდგომი ლოცვა, შეიძლება ადამიანი ხატებთან ვერ დადგეს და ზოგმა ნახევარი დასაწყისი ლოცვების ეპირადიც ის თქვა და რაღაც გულში წარმოთქვას ეს ყველაფერი. შეიძლება ასეც თქვა ახსულდეს დილის ლოცვები? ნუ ხე ცოტა ესეთი დათმობებით კი დავიდა მე ანუ ვისმინოთ თქვა ტელევიზიითაც გადის, ან ჩავრთოთ და თუ კი ვერ ვახერხებთ თქვათ ესე მაინც და მაინც მიშლას ხატებთან და დადგომას რაც არის ალბათ წესი ხო ლოცვის. კი რა თქმა უნდა ხა ნუ სულოცელობას ნებისმიერ ფორმა ჯობია მოსმენისა თუ გულში გაკითხვისა და თქმისა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შეედრება ხა ლოცვის ხარისხია მთავარი მარტო არ არის მოსმენა და მარტო თუნდაც ტექსტის ლაპარაკი და უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან დიდებული საშუალებაა დღევანდელ ჩვენ საუკუნეში რომ თუნდაც აი მოსმენის ტელევიზიით გადის, რადიოით გადმოიც, მაგრამ არა ჯანმრთელი ჯანსაღი ადამიანისთვის. ეს ყველა ჯვარი წერი არის სნეულობისა თქვა ხედლობის პრობლემა აქვს, წიგს ვეღარ იჭერს, ხეში ვერ კითხულობს, ან ზოგი დავდომილია, ვერ დგება ჯვარი წერი და იმის არის დიდებული საშუალება ღმერთთან ურთიერთობა ქონდეს რომ მოусმინოს ან ჩართოს და უყუროს, მაგრამ არა ჯანმრთელი ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ შემდეგ დათურ სამსახურით შეიძლება გაგვიწიოს ამ დიდებულმა საშუალებამ და ჩვენ გაგვაზარმაცოს. იმიტომ რომ თან ადამიანს თავში იმხელა ინფორმაცია უტრიალებს ეს სოციალური ქსელი და გამომდინარე დღევანდელ ინფორმაციულ საუკუნეს წოდება ჩვენ დროს ისედაც უჭის გარკვეულ ფაქტზე, გარკვეულ პიროვნებაზე, გარკვეული აქცენტირება და სიღრმისეული დამოკიდებულება მithოდეს როცა ამ დროს თან უსმენ, თან საქმეს აკეთებ, ამ ლოცვას ხარისხი ბუნე ვერ ეკრებ, თუმცა კიდე დღევიზახი ულოცველობას ჯობია. მაგრამ შინაგან შეიხედოს ყველა გულში და ეს არ უნდა გახადოს რაღაც მარტივი, არ უნდა გაიმარტივოს. იმიტომ რომ ერთ-ერთი წინა მოძღვარი ბრძანებს, რომ როცა ადამიანიო გულგრილად ან ქონება გამოდი ლოცულობს, ერთ-ერთია მან არ უწყის ვინ არის ღმერთი. თუ ადამიანი იცის აღდგოს ღმერთი ვინ არის, მის ვერს გაბედა რომელი ადამიანი წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ მეფის წინაშე, შეძლება მოსილი მეფის წინაშე, რომ ისე და თან რაღაცას აკეთებდეს, თან ესე ესაუბრებოდეს, თან მას რომ ჭირდება და ეს მეფე რო უცმთელი ძალმოსილებ დიდებულობით რომ დრო დაუთმო და უსმენს თავისი აღმატებული ღირსება მიანიჭა მას. და ამ დროს ეხა რომ მონა მისთვის ხო მეფეს შედარებ როგორ შეიძლება და ესე კადნიერად უდიერად და ერთ-ერთი წინა მამა ბრძანებს რომ ხანდახან ზოგი ლოცვის დროსაც ამო ფიქრებით არის დაკავებული ბოროტი ფიქრები უწმინდურის რა ხვევთ ეს ჩვენგან დამოუკიდებლადაც ხდება ზოგჯერ ხო ვერ ვაკონტროლებთ მაგრამ ჩვენ ხდება მაგრამ ჩვენ გავაკონტროლებას ვესწრებთ რომ აქედან გამომდა ჩვენი ნება აქედან ჩანს და როცა ადამიანი ამას არ აკონტროლებს მაგაზე მაგ საუბარი გუგლად ლოცულობს ღვთის წინაშე იგივეა რომ როცა მონა მეფის წინაშე წარდგება ესაუბრება ამას და ამ დროს პისმიამდა და მის მეფის ტრებს ელაპარაკება თან ავტომატურად რა თქმა უნდა მეფე შეურაცხყოფილი დარჩება და მას არა მარტო არ მოусმენს არამედ დაჟის კიდევაც და ჩვენ კიდევ ლოცვის მნიშვნელობა და აუცილებლობაზე რომ ვისაუბროთ დიდი თემა უნდა გვესმოდეს რას ვკითხულობთ და რა გავიაზროთ ჯერ ვის წინაშე ვდგებით იმიტომ ამი გვასწავლია რომ ლოცვამდეც უნდა ილოცო ну ჩვენ პრაქტიკაში ცოტა ჭირს მაგრამ რეალობა ესეთია ლოცვამდე ლოცვა რას ნიშნავს რომ ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა ლოცვის დროს დიახ ესეც შემდგომ ხანდახან თქვენ გვიჭირს ესეც კი ლოცვის წეს გე და ლოცვა გიჭირს აბა რაღაც დგები და ლოცვილი მაგრამ ჩვენ სულიერ ძალებს საკმაოდ არამყარია და სუსტია და ესეც არ არის სირცხვილი და ამიტომ ამ გვირჩევენ რომ მას ლოცვა ისწავლეს რომ აქედან იწყე ლოცვის დროს აი წინ თხოვე ღმერთს რომ დაგეხმაროს როგორ ილოცო
და ჩვენ პრაქტიკაში არ ხორციელდება, თუმცა არ რატომ უნდა ილოცო ლოცვამდე ლოცვა, რომ გაიაზრო ვის წინა შედგები, ჯერ წეღარ როგორც ვახსენე, რომ მიხვდე ვის წინა შედგები, რომ ჩვენ თუ იმის წმენა არა გაქვთ და განცდა და ფიქრი, რომ ხატებს წინაშე რომ დადგები, რომ ღმერთი გხედავს, ღმერთი გისმეს, მაშინ რა აზრი აქვს, რა თქმა უნდა, ხატი ცოცხალია, ეს არის ფანჯარა ცეში და ღმერთი გხედავს, გისმეს, ხატის გარეშეც გხედავს და გისმეს, მაგრამ როცა თან ვის წინაშე დგები, რომ ღმერთია, მის წინაშე სერაფიმები უცოდველი ანგელოზები, თანანგელოზები ლოცულობენ, შეძრწუნებული სპირის სახეს იფარავენ, ადიდებენ, აქებენ და ჩვენ ცოდვილ ადამიანები რომ ვისნაშე ეს უნდა გაითავისო რაღაც დონეზე და მეორე და რისთვის დგები? განაღმერთმა თუნდაც ესე იყოს, მაგრამ გაიძულა, გავალდებულებს და აქო დაადიდო, თუმცა გეკუთს, მაგრამ თან ჩვენ გვავიწევა რომ რას ვედრები ღმერთს, აი შემიწყალე, უფალო შემიწყალე, წარმოგიდგენიათ, თუ ეს უბრალოდ შემიწყალეს სიტყვის გააზრება გაქვს მის შინაარსი, უკვე აღარ გჭირდება შენ საუბარი ქრისტიანს, რომ როგორ უნდა იდგე, ვისთან უნდა იდგე, რომ ჩვენ ყველას გამოგვიცდი ახლა სამსახურში, თუ ზემდგომი უფროსთან მიმართებაში რაღაცა რო გჭირდება მისგან, მით უმეტეს შეწყალება გინდა, დახმარება გინდა რაღაცა ან დანაშაული გაქვს, ან შენვე სასკედოთ ითხოვ, ხო და ავტომატურად ამას უნდა ეთანხმებოდეს შენ შინაგან მდგომარეობა, შენი ხმის ტემბრიც კი წარმოგიდგენა თქვენ შენი მდგომის მანერაც, სახის მიმიკაც, რაღაცას რო ითხოვ და თან ძალიან მოგდაბალი ხდები გონებ თუ შენ ზემდგომს ეხვეწები და მით უმეტეს ყოფითი საზრუნავი და საფიქრის ათხოვარი რა როცა საქმე ეხება ღვთისაგან რას ვითხოვთ ცოდვების შენდობას და როგორი ცოდვების იცით ნეფსი თუ უნებლია ჩადენის ნეფსი თუ ხო უფრო ძნელი სათხოვარი რომ ჩავიდინე ვიცი ნამდვილად ახლა უნებლიეთაც როგორი სათხოვარია რომ რაც უნდა ჩავიდინე ღმერთო შენ უნდა გახსოვდეს და უნდა ძალიან დიდი ძალიან კადნიერი სათხოვარია ძალიან თამამით ხოვნა მეცნიერები და უმეცრები ჩადენილი. ახლა ცოდვები არ ვიცა ჩვენ არ ცოდვა მაგრამ ჩადენილი გვაქვს ეს რეალობა არის. სიტყვით, საქმით თუ გონებით. ახლა ეს რაც საშინელია. იმიტომ რომ ამით აღიარებს ქრისტიანი რომ გონებით ცოდვა რატო რომ ღმერთი ჩვენ გონებასაც ხედავს. ჩვენ გულის პატარა მოძრაობასაც აკვირდება. იმიტომ რომ შეიძლება ფსალმოში როგორც არის რომ ვინ შექმნაო თვალი არ ახედავსა, ყური რა არ ესმის. ამას ყველაფერი ადამიანისა და ამ ხელა სათხარ დაგიგროვდა ქრისტიანს ეს თუ გესმის და როცა ღმერთთან ავისაც ერთადერთ შეულა ცოდვების შეგინოს იმის წინაშე დგები გიშველა ღმერთმა ეს წმენა მოგივიდა და ამ დროს ამიტომ უკვე სადღაც სისხლია რომ მარტო მოსმენის ამარად დარჩე თან სირბილით ამარად და რაღაც ლოცვების მარტო ჩაკითხვის ამარად დარჩე იმიტომ რომ თავი არ არის ლოცვა თავი მაინც არის ხარისხი დიახ მამა ირაკლი ასევე სავალდებულო ლოცვებზე ვსაუბრობთ და გარდა დილის და საღამოს ლოცვებისა რომელი ლოცვები ითვლება სავალდებულო ლოცვებად აი შვიდგზის ლოცვის ტრადიციის აღდგენაზე ჩვენ ვიცით რომ უწმინდესმა თავისი მოღვაწეობის უნიშნელოვანეს მოვლენად მიიჩნია და თვითონ თავად ასე ბრძანა მისმა უწმინდესობამ აი შვიდგზის ლოცვაც თუ იგულისხმება როგორც ვთქვათ თუ შედის სავალდებულო ლოცვებში და კიდევ რომელი ლოცვები დიახ ღმერთმა შემინდოს გავკადნიერდები გაგებით რომ პრაქტიკაში ბევრი მოძღვარი დაანახება თუ ყველა ახალ მოსულს რომ ჩვენ ასეთი ლოცვები ამდენი ტექსტი დავავალდებულოთ შენ საერთოდ გაიქცეს ამიტომ ვიწყებთ ესე ფრთხილად ფაქიზად რომ დილის ლოცვები დილისი ლოცვები თორე სასურველი ლოცვები მეორე კატეგორიაც ვახსენე დასაწყისში მათში შედის ალბათ ეს შვიდის ლოცვებიც ეს კიდევ ერთხელ ჩვენი სამხელებელია მის უწმიდესობის გადაწყვეტილება რომ ის პირდაპირ ზანებს გვახსოვს მისი არაერთი ქადაგება რომ ჩვენი წინაპრები დღეში 7 გზის ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და თანამედროვე ადამიანი წარმოიდგინეს 7 გზის კი არა 7 ჯერ კი არა 7 ჯერ 5 წუთი კი არა ის 15 წუთი რა თქვენ ზანეთ იმას ვერ ნახულობს ენანება თუ არ უთმობს ღმერთს და ჩვენთვის სამხელებელია ზუსტად ჩვენი ტელევიზია ამ ხრივ მართლაც დიდ საქმეს აკეთებს რომ 7 გზის ლოცვა გადაიცემა პირდაპირ ძალიან დიდი საქმეა და ეს იმხელა მადლი აქვს ამ ლოცვებს ახლა ვისაც გამოუცდი ახლა მე თამამწულ მან გამომიდეს როგორც პატრიარქის სიტყვას უნდა ვენდოთ არავინ არ წააგებს ამას რომ გარდა იმისა რომ ამ დროს მთელი ერი ერთიანდება აღევლინება იქ ღვთისადიდებელი და უწმინდესის კურთხევით სამშობლოზე ლოცვას არის დართული და ერის ერთსულოვანი ლოცვა აღევლინება ზეცაში სამშობლოს მიმართ გარდა ლოცვების სიკეთისა და დიდი მადლისა პირადი ბედნიერების მომტანია ეს ლოცვები და მართლაც ყველა ადამიანი შეიძლება ცადოს რომ საკუთარ ცხოვრებაში ნახავს რამხელა მას მიიღებს რომ პირადი ბედნიერი ხარ თითქოს აკავშირებდა ბედნიერება ახლა 6 საათზე ადრე ადგომასთან უფრო დისკომფორტია მაგრამ დამერწოს სულხანად არის სულიერად თუ ადამიანს მოინდომებს სასურველი ლოცვების კატეგორიის ჩვენ შევიყვანთ უნდა შევიყვანოთ ქრისტიანის სავალდებულოა როგორც ლოცვითი კანონი დღეში ერთი თავით უნდა წმინდა წერიდან წაკითხული სახარებისა ფსალმუნების წაკითხვა ერთი კანონი რომელიც იმხელა შედარება ხიანოქრობის ბევრად ვისაუბროთ რომ აი მზის ამოსვლასთან აშიდებს რომ ფსალმუნთ არ გიკითხავს შენთვის მზი არ ამოსულა და
და შეიძლება ასევე მაგრამ ეს არის ინდივიდუალური შეიძლება ასევე დაუჯდომლის წაკითხვა რა თქმა უნდა ღვთისმშობლისადმი ხა ჩვენ წიხოდრი ვართ ღვთისმშობლისობა ქართულმა კაცმა ღვთისმშობლისადმი ერთი ლოცვა არ აღავლინოს ასევე სასურველი ლოცვები არის და სავალდებულო შეიძლება მივიჩნიოთ შინაგან მდგომარეობას გააჩნია და ადამიანის ყოფილი დღის წესრიგს ხო რომ ყვების წინ ლოცვები ეს უკვე საჭიროების მიხედვით არის დიახ აი ყვების საკვების მიღების წინ საკვების მიღების შემდგომ სწავლის დაწყების წინ სწავლის დაწყების შემდგომ საქმის დაწყებაში გზავრობაში დიახ სეულაში ასეთ უამრავია და ზოგადად თუ ქრისტიანი აი ამ ფერხუს ჩაემევა მისი თლიანი დღე ლოცვითი დღეთ გადაიქცევა ფაქტურად მთელი მისი დღე იქნება მერთან ურთიერთობით და ეს ძალიან რთულია არ არის მაგრამ ძალიან კარგი მის სულისათვის და ამიტომ უნდა მივუგდოთ ამას ყურის და თქმა უნდა და შევეცადოთ რომ გავახსნათ. მამა ირაკლი, ასეთი რამ გამიგია ზოგიერთი სასულიერო პირისგან რომ შეიძლება ადამიანს ლოცვა ცოდვა შეერაცხოსო და აი რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? დიახ, აი წინა მამა გაბრიელიც ხო ასეზე გვასწავლის უამრას გუმოძღვრის და აი ერთადერთი ალბათ მაინც უფრო მარტივი საშუალება ვთქვათ რომ უდიერი დამოკიდებულება რაც ვასწავლეთ ეხლა როცა უპატივცემულობა ღმერთის მიმართ როცა მას როგორც მეუფეს არადება არც შიში არა გაქვს მისი და ასე ესაუბრები ეს შეურაცხყოფა ღვთისა დაუფიქრებლად შენდობას ხო წოდებისას და წარმოიდგინეთ მისი განცდა არ აგდეს აი ჩვენ მშობლები ბრძანდებით ეხლა და თქვათ ჩვენ როგორ ჩვენ ეხლა წოდვილები ვართ ღმერთი უწოდველია მაგრამ უბრალოდ ადამიანურ გულის მოქმედებას ვიძახი რომ თქვათ როცა შვილს რაღაცა უნდა ჩვენს მე და რამდენიმე უნდა თქო თხოვნით მოდიან საჭიროება გქშება ძალიანად დამსახურებული ან აუცილებლად გამპირ მაგრამ თუ ხედავ რომ ის რაღაცა ისე აგდებულად გეხვეწება რაღაცა მარტივად გეონოშე რაღაცა ღიზიანდები რომ როგორ კაცო რა პატივს არ თან მე სათხოვნად მოდიხარ და თან პატივს არ მცემ რა ჩვენ ვინა ვართ ხო ღმერთის წინაშე და ასე რომ შენ რომ გჭირდება საჭიროება და ამ საჭიროების მომცემ ობიექტთან დგები რა თქმა უნდა შენი დამოკიდებულებას ან შეურაცხყოფს ან მოწყალეყოფს შენს მიმართ და ღმერთი მაინდა-მაინც ასე არ უნდა გავიგოთ უფალმა შემინდოს რომ მრავალმოწყალია, კაცმოყარია, სახიერია, ამასთანავე მარცაჯულია და შემშურის მაძიებელი ღმერთია, რისხანე ღმერთია, ვიცი ჩვენ სამართლიანია და მას ძალუცეს, მაგრამ სიგრძელებისა გამო და როგორც ერთ-ერთი წინა მოზღებ ბრძანებს გულისწყობასა მისცა უსწრებს სიყვარული და ჩვენს მიმართ მოწყალია, კაცმოყარია, მაგრამ ამით არ უნდა გათამამდეს ქრისტიანი ბუნებრივია რომ ეს ლოცვა თოდათ არ შეერაცხოს თან ცოტა ხო არაგონიურიც არის რომ ლევანდე დღეში დალუციო გამონახე ის ერთმა შეგიწიროს ერთმა გაგაკეთებინა ეს 10 წუთია თუ 15 წუთია ბოლო მოინდო დადექი და აწი სარგებელი მიიღო არ გიჩენია ვიდრე სჯავრი და ცოდვა ჯობია რომ გავიაზროთ რა ისე ვილოცოთ მამა ირაკლი ზოგჯერ გვემართება ასეთი რამ რომ მაგალითად შეიძლება დედებმა წავიკითხოთ მხოლოდ დედის ლოცვა შვილებისთვის, არც დილის ლოცვა, არც საღამოს ლოცვა. ან თქვათ, ვიცით რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ვევედრებით მატერიალური კეთილდღეობისთვის და მხოლოდ რაღაცა ტროპარი წავიკითხოთ, მიმართოთ წმინდა სპირიდონს. ანუ ეს რა დამოკიდებულება არის, როდესაც ჩვენ იმ სავალდებულო ლოცვებს არ ვასრულებთ, თქვათ და რაღაცა კონკრეტული რაც ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმ თხოვნის გამო მიმართავთ უფალს. დიახ, ძალიან ხშირი ესეთ რომ და ამიტომ სავალდებულო ძრო ვისაუბრეთ, შემდეგ უკვე მე პირადად ესეთ მიდგომა მაქვს, აუცილებლად და ურჩევ ყველას რომ მისი პირადი ლოცვით კანონი უნდა შედგეს მოძღვრის საოცრ ლოცვა-კურთხევით და ჩართულობით. თორე ეს ინდივიდუალურია. დამოგდა ადამიანის საშუალო ზოგს აღშეულა ამ ლოცვების კითხვა ყველეთნაირი ვერ იქნება. ზოგს ესეთი სამსახური, ზოგს ესეთი ჯანმრთელობა აქვს, ზოგს ესეთი პერიოდი აქვს, ასაკი აქვს, ოჯახი აქვს, მდგომარეობა აქვს, უამრავი დეტალი აქვს თვალისწინებელი და ერთ-ერთი წმინდა მოძღვარი ეს თავის სულიერშვის ეს ყველას შეიძლება დაიმოწმოს ბერსაც წარმოიდგინეთ რომ ესე ლოცავ და ეს ბერი სულძიებაში იყო ხან ბევრი ლოცვები დაიტვირთა თავი ხან მე სოთ ვეღარ ლოცულო და ეს მოძღვარი ესე ეტყვის რომ მე ლოცულობ შენ თორე ღმერთმა შენი ლოცვა გაპონინოსო შენი ლოცვა რა არის კმა რაც შენ სულს ჭირდება რაც სულს მეტი რომ არ შეუულია თორე რა თქმა უნდა ეს ძალიან მთხილად უნდა გაკეთდეს თორე აბა რა შენდობას ვიტყვარ რა ქრისტიანი ხარ თქვა რა ქართველი ხარ თუ გარდა დილის ლოცვებისა დღეს ერთი ლოცვა შენ სამშობლოს არ აღუვლინე ვალდებულებაა ხო რა მშობელი ბრძანდები დედა თუ მამის ლოცვას არსებობს ეხლა ხამაღლა გავაცხადებ და არაერთი ძალიან დიდებული ლოცვა ერთხელ წაიკითხავს მამა დამერწმუნდასაც არ უცდია რომ მე ვეღარ შეეშვება თუ შვილებისთვის არის ლოცვა შვილმა მშობლებისთვის არის ლოცვა ნათლიამ ნათულებისთვის არის ლოცვა არ პირიქით ეს ხო დიდი პასუხისმგებლობაა
და ასეთი ლოცვები იმდენ მე გროვდება, რომ იტვირთება ლოცვის კანონი, მაგრამ დღის განმავლობაში შეიძლება ამის გადანაწილება, მაგრამ აი ესე რომ ამითი დასაქმდე, დაკავდე და მოინდომო, ჯერ უნდა გინდოდეს და უნდა მიხვდე რამხელა ძალა მადლი ამ ლოცვებში. და მე ნენელა მოძვით ხუთსაკურთხევით და ერთგვარად ჩათვით, შენი ლოცვის კანონი უნდა შეემუშაო, ხანგრძლივობა იქნება თუ სახეობა ლოცვებისა. და აუცილებლად ცენტრალურ ადგილს უჭირავს წინა წერილის კითხვას. აი ძალიან ბევრი ქრისტიანი არის, რომ წინა წერილს არც იცნობს, არც აპირებს წაკითხვას, მარტო დაგმაყოფილდა, რომ ფილმი უნახია დაახლოებით და ნუ ეკლესიაში ხატებზე ხედავს ქრისტეს, ესე არ შეიძლება. რატომ ივანე ღვთისმეტყველი გვამხეს, რომ უბრალოდ ერთი რომ მოვიყვანოთ მუხლი, რომ ყოველივე ესე დაიწერათა გრწმენეს, რამ თუ იესო არის ქრისტე ძე ღვთისა, რათა გრწმენეს და ცხოვრება გაქონდეს სახელით ამისთა. ნახეთ, იმიტომ დაიწერაო, რომ რო გრწმენესო იესო ქრისტეა ძე ღვთისა. ანუ თუ ამის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა, რომ შენ ირწმუნო იესო ქრისტე ძე ღვთისაა და მე ცხოვრება, ანუ ცხოვრება ქონდეს სახელით ამისთა, მაშინ არ დაიწერა და ჩვენამდე არ მოვიდოდა ამხელა მართლა სრულყოფილი და წმინდა დედნისეული ტექსტი, როგორც უფალმა იმეტყველა, ხომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ქრისტიანი არ იცნობდეს წმინდა წერილს, უნდა ცხოვრობდეს ამ წმინდა წერილით. და ფსალმოზეც იგივე შეიძლება ითქვას, ყოველივე ესე სამოძღვრებლად თქვენ და დაიწერათ და ნუ გეშენიცემ და წიგთაითა სასოება გაქონდეს. ეს პავლე მოციქეპისტოლიდან არის ნახეთ და სასოება გაქონდეს იმედი. და როცა ქრისტიანი არასოდეს ლოცულობს, იმიტომ რომ ამიტომ მე წინდება ეზარება, რომ მას იმედი არ აქვს ამ ლოცვას რამე მოყვება, ამ ლოცვას ღმერთი მანას შეისმის თუ არა და როცა იმედი არ აქვს, შედეგიც არ გექნება, და იმედი რო გქონდეს, ნახერას დაიწერა, სამოძღვრებელად თქვენ და დაიწერა, პავლე მოციქული ამას საუბრობს ეკლესიურ ლიტერატურაზე უამრავზე თხზულება, რომელიც ჩვენ სულს აზრებს, რომ ეს უნდა შეიმეცნო, რომ ასე მოგივარ წმენა და ასე უკვე შელოცვა, მაგრამ იმ გადაგეცვა თქვენ ლოცვად, რადგან გექება იმედი, გააზრებული, რომ ამ ლოცვას შედეგი მოყვება შენი სულისთვის და შენ სათხოვარს მართლა შეისწავს ღმერთი. ხშირად ჩვენ რასაც ღმერთს ვედრებით, ჩვენ არ გვჭირდა რომ შესმენელი იქნება. ჩვენ არ გვწამს რომ ახსოვლი იქნება და სწორედ ამიტომ არ არის შედეგი ხომ და არ დაუფალე გვეუბნება. უკვე თუ ითხოვდეს მოგეცეს თქვენ. ღმერთის სიტყვას არ გადავა, მაგრამ ესეც სათხოვარზე, ესეც ლოცვაზე ღმერთი არ გვიპასუხებს. თუ მისი შეურაცხყოფელი იქნება, რა თქმა უნდა, რას ვითხოვთ და როგორ. ზოგჯერ არის რომ შეიძლება არ იყოს ჩვენთვის ასარგებლო. რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე თემაა, რატომაც მამერეკლი, აი შინაგან ლოცვაზე მინდა გკითხოთ. აი ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ აი მე არ შემიძლია ახლა დავდგე და ეს ლოცვები ვიკითხო, მაგრამ მაქვს მუდმივად შინაგანი კავშირი ღმერთთან და რაღაც ჩემი სიტყვებით ლოცულობ. ეს არ არის ხომ საკმარისი ალბათ. დიახ, ესე ძალიან ხშირია ხონდეს უფრო ერეტიკოსებს ახასიათებთ ესეთი მიდგომა ძალიან ხშირთანაც მოდიან, რომ აი ისინი უარყოფენ გმობენ ეკლესიის მამების ლოცვებს. და ადამიანს თაგონებენ, რომ რაში გჭირდება, ახლა რითია შენზე იონე ოქროპილი მე წარდაცეუბნებიან და ჯერათ ამათ, რომ მისი ლოცვა რა შენც არ შეიძლება ილოცვა და ყველა ვისაც შეუძლია რომ აი დააპიროს აბა ლოცვა და აღმოთქვას თავისი მოიშთოს მთელი გონება, მთელი ინტელექტი, მთელი სიღრმე თუ აქვს ესეთი და აბა წარმოთქვას ლოცვა და შემდეგ შეადაროს იონე დამასკელის, იონე ოქროპილის, ბასილიდის ლოცვას. რა თქმა უნდა, ეს წინა მამები ეკლესიის ბურჯინი არიან და ეკლესია იმ დონეზე შეიწყნა რა მაკარიდის ლოცვებით არის თლათ დილის ლოცვა შედგენ უმეტესად ხომ? და შეიწყნა ეს დროში გამოსწილია ქმედითია რომ საყოველთაო ლოცვად მიიღო. თორე რა თქმა უნდა ეს არის რომ ჩავეკიდოთ მარტო ლოცვებში თუნდაც ეს მაღალხარდოვანი იყოს და მაღალხარისხიანი და ჩვენ არ ვილოცოთ პირიქით რა თქმა უნდა, მაგრამ არა ამის ხარჯი ერეტიკოსი მახსენ რომ ისინი ამას ათმომინებენ და შემდეგ რაღაცით პრიმიტიული სიტყვებით რომ ღმერთო დამეხმარე, ჩემი შვილები კარგად იყოს, კარგი ბედი ეწიოს, წერისკილმა გაუვაროს, ეს შეურაცხყოფელიც კი არა, როცა უზენაეს ღმერთს ხება საქმე მასთან საუბარს და როგორ უნდა იყოს საუბარი რომ არ ვიცი რა ვქნა მამაო, აი ვინც იცის და ვინც გამოცადა იქიდან ისწავლე ლოცვა და მასე დაყნუცა შენი გული გათბება, შენი გონებას გამდირდება საღვთისმეტყველო გნება ტერმინები და არსით, მე შენ შეიძლება ღმერთს მისთვის მისაღები და შენი სულის სარგო ლოცვა აღულიო კიდე შენი პირადი სიტყვებით რა თქმა უნდა. იესოს ლოცვის შესახებ მინდა გკითხოთ ასევე. ძალიან ძლიერი ლოცვა, მოკლე, მაგრამ ძლიერი ლოცვა. ალბათ აქაც თქვა ცოდნა საჭირო, ხომ? როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა? დიახ, იესოს ლოცვა როგორ უნდა წარმოთქვას? შინაგანი ლოცვა უფრო. დიახ, ცალკე დისციპლინა, ამაზე დრო არ მოგვეცემს ამის შესაძლებლად, მოკლედ ვიტყვი რომ აი ადამიანებისთვის პირადი ლოცვები, აი მოკლედ ძალიან ქმედითია ხოლმე და დღის განმავლობაში ლოცვები, გარდა ამ სავალდებულო ლოცვების სასურველეს საჭიროს და მიხედვით, კარგი დღის განმავლობაში მოკლედ აღასრულებს ქრისტიანი, ხაიტორი ზოგ ვერ ვახერხებ რა, აი ეს ყველა შეუულია, მოკლედ ლოცვების რამოდენიმე ფორმა არის. მაგალითად, აი როცა სიტუაცია, ამის ყველაზე კარგი არის იესოს ლოცვა. ეს ყველა შეუულია იმეოროს. ხო მაღლა თუ არა გულში რა უნდა ხო ხუთი სიტყვა არის. ახლა ვიღაც ამბობს იმ დღეს ერთი იყო საუბარი, აი ვერ ვახერხებ იმ ხელა ლოცვა იესოს იესო ქრისტე შემიწყალე მე. იესო ქრისტე
მარტო შემიწყა ესეც კი ღმერთის შეიწირება ღმერთზე ფიქრის კი ადამიანის ლოცვად შეერაცხება ხანდახან მდგომარეობას გააჩნია აი სიტუაცია არის და მაგალითად რაღაც არის როგორ მოიწე უფალო იყავ ნება შენი და არა ჩემი რა უნდა ეხლა მას რაღაც საქმეს იწყებ რაღაცა თუნდაც რაღაცა პატარა არის როგორ უფალო დამეხმარე უფალო მაგურთხე რა უნდა ამას უნდა ღმერთის ხსოვნა შენ ცხოვრება ერთ მეტი იქნება მეტად შენ დაღლოცილი და დამერწო წარმატებული კურთხეული იქნები დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფერს ასე ლოცვები ამადა ძალიან ქმედითი აი ერთგვარათო წინა პაის დიდი ბრძანებს რომ პაისით აწმინდა უკაცრავად რომ ეს მახსოვს წერტილო დარტყმებს აყენოს ესეთ ლოცვები ხშირი და ის გადახვევას გავაკეთებ როცა ერისკაცი იყო მოუწია სამხედრო სამსახურის გავლა და კავშირ გამბოლობის კუთხით იყო და როგორც ესე შეტარება მამაპაის აღწევი ყოფილი ცხოვრებიდან და როგორც იქ არის რომ ხშირად გადისო თუნდაც მშვიდობა კონდესო ეს სამხედრო რომ შტაბთან კავშირს ხშირად აქვსო მოკლე შეტყობინებიდან იმდან მშვიდად დასვათ გზნობს თავს რადგან შტაბიდან გზნობს ხარდაჭერას ასე არის ლოცვაში როცა ქრისტიანი თუნდაც ერთ წამიერად გავა ხაზე ღმერთთან უფალო დამეხმარე მადლობა ღმერთო და დაცული ფაფარული ქემა ღვთისაგან და თვითონ შინაგან მდგომარეობა დაწყენებული ქემა ბუნებრივ თელდრის გამავლობაშიც კი ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი საინტერესო საუბრისთვის სწორედ ახლა 7 გზის ლოცვის დრო გვიახლოვდება დაგემშვიდობებით ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა სტუდიაში მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ
და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას. რამდენად საშიშია ცოფი, როდის უნდა ავიცრათ და რას მივაქციოთ ყურადღება ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, რომელიც სტუმრობს იმუნიზაციის ცენტრს და რადიოლოგ ბადრი ბაზაევისგან მოვისმენთ რჩევებს და რეკომენდაციებს. ნინი დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. ჩვენ ამჯერად იმუნიზაციის ცენტრიდან გერთვებით. დამეთანხმებით ალბათ, რომ ცოფის თემაზე საუბარი ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური გახდა და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში ცოფის ინფექციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ის ძაღლებსა და გარეულ ცხოველებში კვლავ ფიქსირდება. ჩემთან ერთად ახლა არის ექიმი, რადიოლოგი ბადრი ბაზაევი და ის მოგცემს ბევრ საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციას ცოფის პრევენციის შესახებ. მოგესალმებით. უპირველესად რომ გითხრათ, როგორი დაავადებაა ცოფი და რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ცოფი ინფექციური დაავადება არის და შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ინფექციური დაავადება არის, გამომდინარე იქიდან, რომ ცოფი შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთი ინფექციური დაავადება, რომელიც 100% სიკვდილით მთავრდება დაავადების განვითარების შემთხვევაში. დაავადება რომ არ განვითარდეს ადამიანებში გულისხმობ ამ შემთხვევაში საეჭვო შემთხვევა, როდესაც მოხდება დაკაწვა ან დაკბენა ცხოველისგან, უნდა მიმართოთ ექიმს, რადიოლოგს ამ შემთხვევაში. საქართველოს ყველა საავადმყოფოში ფაქტიურად ეს რაიონულ საავადმყოფოებში და თბილისში რამდენიმე ადგილზე ხელმისაწვდომია მომსახურების მიღება, ექიმის კონსულტაცია და თუ ჩაითვლება საჭიროდ რომ ცოფისაცრა უნდა გაკეთდეს, გაუკეთდება, შესაბამისად დროული მიმართვით დროული ახლა არ ნიშნავს, რომ დაუშვათ წუთები წვიტავს რამეს, მაგრამ იმ დღეს ან მეორე დღეს ექიმთან მიმართვით მიიღებს პაციენტი შესაბამის მომსახურებას და დაცული იქნება ცოფისგან.
შემთხვევიდან დაახლოებით რა დროის განმავლობაში უნდა გაიკეთოს პაციენტმა აცრა? მე მაგალითად ძალიან ბევრი მოსაზრება გამიგია ამის შესახებ, რომ მაქსიმუმი არის რაღაცა 2 დღე, 3 დღე და ძალიან ბევრი აზრია ამასთან დაკავშირებით. ხო, ასეთი ფორმულირება არ არის, რაც ადრე მით უკეთეს. ეს არის ყველაზე სწორი ფორმულირება. ხშირად დადის ხოლმე ესეთი 24 საათში უნდა ჩაიოდეს არ ნიშნავს 25 საათზე გაკეთება არ შეიძლება ან 73 საათზე, მაგრამ რაც ადრე მით უკეთესი. თუმცა რაც ადრე მით უკეთესი აცრას არ გულისხმობ. რაც ადრე მით უკეთესი ექიმთან ვიზიტი რო შეფასდეს, რამდენად სასწრაფო აცრის გაკეთება შესაძლებელი არ იყოს და მივცეთ პაციენტს დრო ცხოველზე დაკვირვების ან საერთოდ არ დაჭირდეს იქ რაღაცებს რომ გამოვკითხავთ, საერთოდ არ ჩაითვალოს აცრის გაკეთება საჭიროდ, მაგრამ ექიმთან ვიზიტი რაც უფრო ადრე მით უფრო კარგია. როდესაც აცრილი ცხოველი კბენს ადამიანს ამ შემთხვევაშიც იგივე რისკია და აუცილებელი აცრა თუ ასე არ ხდება? აცრილი ცხოველის შემთხვევაში რა თქმა უნდა რისკები უფრო დაბალია, ცხოველები უნდა ავცრათ, ეს საჭიროა განსაკუთრებით საკუთარი ცხოველების შინაური, გარეულ ცხოველებს, ქუჩის ცხოველებს გულისხმობ ფაზანწარაძაღლებს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური უტარებს ვაქცინაციას, მაგრამ აცრილია თუ არა ცხოველი, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ დაუშვათ ამის გამო აცრა აღარ დაჭირდეს პაციენტს. შესაძლებელია აცრილი საქართველოს და ერთ ქვეყანაში გულისხმობ, სადაც სოფის კერა არის, ცხოველი რო აცრილია ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის გარანტია და მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი არის აცრილი, შესაძლებელია ცოფის აცრა მაინც გახდეს ადამიანში საჭირო. რისკ ჯგუფს თუ მიეკუთვნებიან ბავშვები და ამავე დროს ძალიან ხშირად გამიგია, რომ არსებობს კონკრეტულად უფრო საშიში ზონები, მაგალითად, ხელზე, სახეზე ნაკბენი ბევრად უფრო საშიშია და სწრაფად ვრცელდება ამ დროს სოფი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. დიახ, სოფი ნეიროგენული ინფექცია არის, ნერვულ ღეროებს მიყვება, ესე ვთქვათ, და თავისი გადაადგილების სიჩქარე აქვს ცენტრალური ნერვული სისტემისკენ. შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის დაზიანება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, მით უფრო დიდია შანსი სწრაფად განვითარების დაავადების. შესაბამისად, ბავშვის ორგანიზმი შედარებით პატარაა, ასე ვთქვათ, იქაც უფრო სწრაფად შესაძლებელია მოხდეს დაავადების განვითარება. ამიტომ საშიშია კი ბატონო და ის ზონებს რაც შეეხება თქვენ რაც აღნიშნეთ, რაც მე უკვე ვთქვი, თითები, სახისარე, უფრო საშიშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადგილები საშიში არ არის. ასევე მინდა გითხოთ, მომართვიანობა როგორია დღესდღეობით? მომართვიანობა ხა ზუსტი სტატისტიკა მე არა მაგას ციფრებში გამოხატული, მაგრამ თუ გულისხმობთ მომატებულია თუ არა, ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული მატება არის. ახასიათებს კი ბატონო ზაფხულის თბილ პერიოდში უფრო მეტი პაციენტების მომართვა, ზამთარში შედარებით ნაკლები, მაგრამ ტენდენცია დაახლოებით ერთი და იგივეა შარშანდილისგან რაიმეთი რომ გამოვარჩიოთ ესე არა. თქვენი აზრით საზოგადოების ცნობიერება ამ თემასთან დაკავშირებით რამდენად მაღალია და წინა წლებთან შედარებით გაიზარდა თუ არა? დიახ, გაიზარდა. მე 20 წელი არა ბიოლოგი ვარ, თავიდან პაციენტების განწყობა ცოტა სხვანაირი იყო, რომ აი ბავშვობაში სულ მკარწრავდნენ ძაღლები, კატები, შესაბამისად ხშირი მომართვა არ იყო. ამიტომ სამწუხაროდ ზოგჯერ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდებოდა ადამიანებში სოფის დაავადებით წელიწადში. ბოლო წლებში მთლიანად ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ კლება არის, ზუსტად იმის ხარჯზე, რომ მომართვიანობა არის ექიმთან, როდესაც ესე იგი არ ჩათვალეს უმნიშვნელოდ ეს დაზიანება და ექიმს მიმართეს. დროულად გაკეთებული აცრა 100% იცავს, ამიტომ წლები გადის ხოლმე ახლა საქართველოში, რომ სოფის შემთხვევა ადამიანებში ხასუსა აღარ ფიქსირდება. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად ექიმი რადიოლოგი ბადრი ბაზაევი მყოფებოდა და მან ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა და რეკომენდაცია მოგცა. მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას. დიდი მადლობა ნინი საინტერესო ჩართვისთვის, ბატონ ბადრის ასევე დიდი მადლობა რჩევებისთვის, რეკომენდაციებისთვის. ახლა ვიდეოს შემოგთავაზებთ და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით.
ვაგრძელებთ გადაცემას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის იმპორტისა და წარმოების რეგულირებაზე. რა სიახლეები იგეგმება ახალი რეგულაციების მიხედვით და როდიდან ამოქმედდება ის, სტუმრისგან შევიტყობთ თემაზე სასაუბროდ. შემოგვერთა სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა. მარიამ, მოგესალმებით. მოგესალმებით, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო ინიციატივა არის და პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან თუ რატომ გახდა ამ ინიციატივის განხორციელება საჭირო და რას გულისხმობს, მიზნად რას ისახავს? დილამშვიდობისა, მიესალმებით ჩვენს მოყურებელსაც. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, იმსახურება ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს დაცვას. ეს რეგულირება გახდა საჭირო იმის გამო, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმართ საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭელს. ჩატარდა კვლევა, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით შავი ზღვის გაწმენდის პროგრამის ფარგლებში, სადაც გამოვლინდა საკმაოდ მაღალი დაბინძურება გარემოსი, მდინარეების, წყლის და ასე შემდეგ. ჩატარდა კვლევა შავი ზღვის აუზის ორ მდინარეზე, ეს იყო ყვირილა და რიონი, 16 პუნქტი იქნა შესწავლილი, სადაც გამოვლინდა საკმაოდ მაღალი დონის დაბინძურება, როგორც აღნიშნე, ზოგიერთ წერტილში საგანგაშო ვითარებაც კი არის 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 4 პლასტიკის ნარჩენი აღმოჩნდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, გარდა იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა ეს მიკროპლასტიკი, რომელსაც გამოყოფს სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი, მით უმეტეს თუ ჩვენ მასზე პროდუქტს ვარცხელებთ. გარდა ამისა, გარემოსთვისაც ძალიან დიდი ზიანის მომტანია, როდესაც მდინარეები არის დაბინძურებული, რა თქმა უნდა, თავისთავად რომ აკვაკულტურასაც ძალიან დიდი საფრთხე ექმნება, სადაც ბინადრობენ წყლის ცხოველები, რომელიც ჩვენი სურსათის ნაწილია ხო მართალია და ზუსტად ასე ხდება ის მიკროპლასტიკი წყლიდან თევზში და თევზიდან ადამიანში. დიახ, აი თქვა ჩვენ გაგვეგო და გვსმენოდა რომ მიკროპლასტიკი მიგრირებს აი ამ კონტეინერიდან ადამიანის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ აი ესეთი თქვა კვლევის დონეზე ინფორმაცია ბუნებრივი არ ქონდა მოსახლეობას. მაინც აი რა ჯანმრთელობის პრობლემებს რა კუთხით იწვევს, აი საინტერესოა. ეს სიახლე არ არის ადამიანის ჯანმრთელობას, რომ საკმაოდ უნებს მიკროპლასტიკი, მსოფლიო ებრძვის პლასმას ზოგადად და მის ნარჩენს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა. მიკროპლასტიკს აქვს ასეთი უნარი. პირველ რიგში ის, რომ გაცხელების დროს, როდესაც ერთჯერადი გამოყენების პლასტიკზე არის ლაპარაკი, მით უმეტეს გაცხელების დროს გამოყოფს მიკროპლასტიკს, რომელიც აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში, ანუ მას აქვს უნარი, რომ აკუმულირდეს ჩვენს ორგანიზმში, ასე ვთქვათ, ინახავს ჩვენი ორგანიზმი, მისი სრულად გამოდევნა ადამიანის ორგანიზმიდან თითქმის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესი არის ეს, გარდა იმისა, რომ ის
არის ქიმიური ნივთიერება, ის არის უცხო სხეული ადამიანის ორგანიზმისთვის და მას ჩვენი ორგანიზმი ვერ ებრძვის. ბოლო კვლევებით თავის ტვინშიც კი იქნა აღმოჩენილი მიკროპლასტიკი. დიახ, ეს საკმაოდ სავალდი მით უმეტეს, როდესაც ეს არის ხშირი გამოყენება. აქ ჩვევებზე არის პრობლემა ძირითადად საქართველოში დაახლოებით 600 მილიონ ერთეულს ვიყენებთ წლით ეროვნული მოხმარება, აი ეს რაოდენობა დაახლოებით 5-6 ტონას შეადგენს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ჩვევაში გვაქვს, როდესაც პიკინგზე მივდივართ, როდესაც თქვა სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ხშირად იმის და მიუხედავად რომ ალტერნატივა დიახ, დღესაც არსებობს ბაზარზე, მაინც ჩვევის დონეზე გვაქვს რომ გამოვიყენოთ ერთჯერადი გამოყენების არც ისე დიდი სხვაობა არის, თქვათ, მაგალითად მუყავისგან დამზადებული და პლასტიკისგან დამზადებული, თუმცა მაინც რატომღაც უპირატესობას ვენიჭებთ პლასტიკისგან დამზადებულს. გარდა ამისა, მასში შესაძლოა იყოს ისეთი ქიმიური ნაერთები, როგორიც არის მაგალითად ბისფენოლი A ან ფტალატები. ბისფენოლი A არის ესტროგენის მსგავსი სინთეზური ნივთიერება, რომელიც იწვევს ენდოკრინული სისტემის დარღვევას, ნერვული სისტემის, ასევე რეპროდუქციულ სისტემაზე აქვს ორყოფითი გავლენა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ორსული დედები, ქალბატონები და ბავშვები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჩვევა ბავშვობაშივე ავკრძალოთ ჩვენში, რომ ჩვენ შვილებს არ მივაწოდოთ ასე ვთქვათ პლასტიკის ჭურჭელში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკზე არის აქ ძირითადად საუბარი და ეს ჩვევა ბავშვობიდანვე და ჩვენ თვითონვე ჩვენს თავში ასე ვთქვათ შევცვალოთ. ძალიან კარგია რომ სამინისტრო მიიღო ეს გადაწყვეტილება 2026 წლის 1 იანვრიდან სრულად აიკრძალება იმპორტი, ადგილზე რეალიზაცია და წარმოება აგრეთვე თუ არ არის გამიზნული ექსპორტისთვის. შემდეგი ერთჯერადი გამოყენების ჭურჭლის ეს არის ჩამოთვალთ, იმიტომ რომ ბოთლს თქვათ აი წყალსაც პლასმასის ბოთლებში ესე იგი ვყიდულობთ, ხო? ჩამოსმული არის პლასმასის ბოთლში და შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანი მოვიხმართ. დიახ, ეს რეგულაცია ამ ეტაპზე ეხება ერთჯერადი გამოყენების თეფშ, დანას, ჩანგალს, კოვს, აგრეთვე სასმლის ჩხირებს, ჰაკვებ ჩხირებს აზიური კერძებისთვის, რომელიც არის განკუთვნილი და აგრეთვე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებულ კონტეინერებს, ჭიქებს, თავსახურთ ან მის გარეშე გაფართოებული პოლისტიროლი არის ზღვის ქაფი, იგივე თეთრი, მას თუ შეგიმჩნევია თეთრი ნაწარმი არის პლასმასისგან არის ისიც დამზადებული. უბრალოდ მასში მცირე რაოდენობით არის შედარებით პლასმასის, მაგრამ გაფართოებული. დიახ, ეს და მე მგონი მაყურებელი ხდება. დიახ, ძალიან საშიში არის ასეთ ჭურჭელზე გაცხელება, ძალიან ხშირად შემიჩნევა ჰიპერმარკეტებში, როდესაც თქვა სხვადასხვა მაგალითად შეიძლება იყოს ბლინები ან კოტლეტი ან სხვა მსგავსი. დიახ, და აცხელებენ ამ რაღაცაი დეფორმირდება კიდეც და მას ორგანოლეპტიკოს სურსაც უსვლის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლს. გემოთითაც კი ვგრძნობთ, რომ მასში უკვე როდესაც გაცხელებული არის პლასმასი შევიდათ. წარმოიდგინეთ რა როგორი შესამჩნევი არის პლასტიკის მიგრაცია სურსათში. ეს რა თქმა უნდა ყოლა დაუშვებელი, მაგ ჭურჭელზე ისედაც არ შეიძლება და გაცხელება და ეხლა ხო საერთოდ მოხმარებაც არ შეიძლება და ძალიან კარგი ინიციატივა იქნა მიღებული. როგორ ჩავანაცვლოთ და რითი ჩავანაცვლოთ ამაზეც ვისაუბროთ. აი და კიდევ მინდა გკითხოთ ეგრეთ წოდებულ ლანჩბოქსებზე, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, რომელსაც თქვათ მოზარდებს ვატან სკოლაში, სადაც საკვები მიაქვთ თქვათ, ხო? კი ბატონო, ალტერნატივები გვაქვს ქაღალდი, ბიოქაღალდი, მუყაო, ასევე ბამბუკი, ან ხის ნაწარმი შეიძლება იყოს გამოყენებული ასევე შუშის ჭურჭელი და შეგვიძლია რომ მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელით ჩავანაცვლოთ ერთჯერადი გამოყენება, სადაც ამის საშუალება არის, რა თქმა უნდა, თუმცა მთავარი ალტერნატივები არის ქაღალდი, ბიოქაღალდი, მუყაო, ბამბუკი და ხის ჭურჭელი, რომელიც როგორც ადამიანის ჯანმრთელობას არ აყენებს ზიანს, ასევე გარემოზე, რა თქმა უნდა, ძალიან ნაკლები ზიანის მიმყენებელია. რაც შეეხება ლანჩბოქსები ახსენეთ, ხო? ამ ეტაპზე მთლიანად ეხება ეს რეგულაცია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკს. ლანჩბოქსი კიდევ სხვა პრაქტიკით არის წარმოებული. ერთჯერადი, აი სხვაობა რა არის ძირითადად, ეს არის როგორი პრაქტიკით არის დამზადებული და სისქესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. რაც უფრო თხელია, მით უფრო დაუცველია, მით უფრო მარტივად მიგრირებს მისგან მავნე ქიმიური ნივთიერებები, როგორც სურსათში და შემდეგ
უკვე ადამიანის ორგანიზმში, თუ ლანჩბოქსი არის სათანადო პრაქტიკით დამზადებული, სწორი პრაქტიკით, თუ არ შეიცავს ბისფენოლი A-ს და ნიშნები აუცილებლად იქნება მითითებული ლანჩბოქსზე, რომ არის BPA free და phthalate free, ეს იმას ნიშნავს და მეტად საბარაუდოა, რომ კარგი პრაქტიკით არის დამზადებული, თუმცა რა თქმა უნდა გარანტიები სამწუხაროდ ესე არა გვაქვს. ყველაფერი მაინც წარმოებლის პასუხისმგებლობამდე მინდის და მის კეთილსინდისიერებაზე, ასე ვთქვათ. ამიტომ, როდესაც ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი არის აკრძალული, რომელიც ძალიან დიდ ზიანს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, საიდან ძალიან მარტივად მიგრირებს ის მიკროპლასმასი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ნარჩენიც ასე აბინძურებს გარემოს, აქ ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი რაოდენობის მოხმარებაზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა და ალბათ მომავალში კიდევ სხვა რეგულაციების დაემატება, ხო, თქვათ ეს არის პირველი ნაბიჯი და შემდგომ სხვათა შორის გარემოს შესაბამისი სამინისტრო სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, კიდევ იგეგმება ახალი რეგულაციები, მე უბრალოდ წინასწარ არ მინდა რომ მაყურებელს ეს შევატყობინა, ყველაფერი გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანია, საინფორმაციო კამპანია აქ დაწყებული უშუალოდ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკზე, ასევე სხვა პლასტიკის აკრძალვას და ასევე სხვა რეგულაციები, როდესაც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, რომ საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ, ძალიან აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს ბიზნეს სექტორთან, დიდი ჰიპერმარკეტის ქსელების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმპორტიორებთან, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან, ეს არის რესტორნები, კაფე, ვთქვათ, სასტუმროები, ხო, სადაც შეიძლება რომ იყოს გამოყენებული და რაც მთავარია, ბიზნეს სექტორის სრულად არის ჩართული იმპორტიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ შემოგვთ საქართველოში ესე წარმოება არ არის ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის და ამიტომ ისინი ინფორმირებულები არიან. თუმცა თუ სხვა რაიმე დამატებით კითხვა მაყურებელს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოს სამინისტროს ცხელხას, ეს არის 1501 ან გამოიყვანოს სხვა საკომუნიკაციო. მარიამ, ერთი რამ მინდა კიდევ რომ დავაზუსტოთ, ანუ რეგულაციები ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრიდან და ვთქვათ, ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ იმპორტი აღარ შემოვა, ანუ ასეთი ტიპის პროდუქცია აღარ შემოვა, თუ იმასაც, რომ აღარც გაიყიდება უკვე არსებული. ბუნებრივია. მოდი ვიტყვი თავიდან რომ გვაქვს 304 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება უშუალოდ სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის ნაკეთობების და ნაწარმის შესახებ და ზუსტად აი ამ ტექნიკურ რეგლამენტში შედის ცვლილება, რისი მიხედვითაც იკრძალება არა მხოლოდ იმპორტი, არამედ წარმოება და ბაზარზე განთავსება. იმ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭელისა, რომელიც ჩამოთვალეს. ანუ ძალიანაც რომ გვინდოდეს უკვე ვეღარ შევიძენთ. ერთი რომ ჩაიკეტება საზღვარი, მეორე რომ ადგილზეც გაკონტროლდება, იმიტომ რომ წარმოება როგორც წარმოება, ასევე ადგილზე განთავსება და რეალიზაციაც იქნება აკრძალული, რა თქმა უნდა. და მინდა გთხოვოთ ასევე რომ აი მშობლებს ურჩიოთ, როგორ აიცილონ თავიდან ქიმიური ელემენტების მოხვედრა, ვთქვათ, ორგანიზმში, როდესაც აი ბავშვები მაინც აი ამ ლანჩბოქსებს მოიხმარენ ჯერჯერობით მაინც. გარდა მოგვაქვს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ბოთლები, რომელსაც ამ ეტაპზე არ ეხება რეგულაცია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში აუცილებლად შეეხება და მუშაობს სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თქვი. პირველ რიგში ეს არის ცნობიერება და ინფორმაცია, ხო მართალია, როდესაც ჩვენ ვართ ინფორმირებულები, დაცულებიც ვართ და ჩვენ უკვე ვანიჭებთ მერე უპირატესობას ბაზარს და ნივთებს და უკვე როდესაც გვაქვს თან მით უმეტეს მრავალფეროვნება ბაზარზე, როდესაც სახელმწიფოც ხელს გვიწყობს, რომ აკრძალოს ისეთი პროდუქტები, რომელიც შესაძლოა რომ მავნე იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, უკვე ჩვენ შეგვიძლია სწორი არჩევანის გაკეთება და პირველ რიგში ეს არის შუშის ბოთლები. ამას ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ შემიჩნევია ბავშვებზე ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლები, უმჯობესია რა თქმა უნდა, რომ შუშას მივანიჭოთ უპირატესობა, მე მესმის რომ არის მსხრევადი და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა მივიღოთ რა თქმა უნდა დაცვის ზომები და შესაბამისად გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. მარიამ, ჩვენ გვაქვს სახლში უამრავი პლასტიკის, ესე იგი, კონტეინერი თუ რაღაც რითიც ვურევთ საჭმელს, ახლა რა ქვია ზუსტად არ ვიცი, მოსარევი კოვზები, რომელიც ცხელ საკვებთან არის კონტაქტში, ხო? აი როგორ მოვიხმაროთ უსაფრთხოდ ან რა გავაკეთოთ? უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი? მე გირჩევთ რომ ჩაანაცვლოთ სილიკონის ნაწარმით, დიახ. ან შეიძლება ეს იყოს უჟანგავი მეტალი, ან ხე. ხე თუ არ არის ეს უშუალოდ გამოყენებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, ასე ვთქვათ, პროდუქტთან, ხორცთან, ვთქვათ, ფარშთან, გატარებულ ხორცთან, ან ისეთ ნაწართან, რომელიც არ არის თერმულად დამუშავებული და არის ცხოველური წარმოშობის, ამ შემთხვევაში მაინც უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ან უჟანგავ მეტალს, ან სილიკონის მოსარევ კოვზებს, ვინაიდან ხე მაინც ინახავს
მიკრობებს და ძალიან რთულია მისი სრულყოფილად რეცხვა და დეზინფექცია. კი, აი მაცივარში რომ ვინახავთ პლასმასის კონტეინერში, ეგეც არ შეიძლება, ესე იგი, ხომ? აი ხშირად პროდუქტს ვახარისხებთ და სწორედ პლასმასის კონტეინერში თulit რომ რაღაც საიმედოდ არის შენახული და შეფუთული. დაბალ გრადუსზე კიდევ უფრო ნაკლებია ზოგადად რისკი, მაღალ გრადუსზე უფრო არის შანსი რომ გამოიყოს ის მიკროპლასმასისა და სხვა ქიმიური ნივთიერება, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერის, თუმცა როგორც თქვი, პირველ რიგში სათანადო პრაქტიკით უნდა იყოს დამზადებული, არ უნდა შეიცავდეს ბისფენოლი A-ს, არ უნდა შეიცავდეს პტალატებს და ეს აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონტეინერზე. აგრეთვე სამკუთხედში ჩასმული იქნება ციფრი 5 და ეს იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა ამავე კონტეინერით გაცხელდეს. კერძი, თუმცა ჩემი რჩევა, რომ ზოგადად მაინც პლასმასთან არ გამოვიყენოთ მაღალი ტემპერატურა, ვინაიდან მაინც არ ვართ დაცულები, როგორი პრაქტიკით არის დამზადებული. კიდევ ერთხელ ინფორმირებულობა არის ყველაზე დიდი იარაღი, როგორც შეიძლება ჩვენ ჯანმრთელობა დავიცვათ. ზოგადად მოვერიდოთ სამზარეულოში პლასმას, ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი და ალტერნატივა. თუმცა მაინც ახლა ისეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება რომ კონდეს შეხება ხშირად პლასმასთან, ამიტომაც მივაქციოთ ნიშნებს ყურადღება, როგორც თქვი, პლასმასის კონტეინერებზე, ეს არის BPA free, პტალატ free და ასევე ციფრი უნდა იყოს 5-იანი აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მასში თეორიულად კერძის გაცხელება. მიკროტალღურ ღუმელზეც მინდა გკითხოთ თემასთან არის დაკავშირებული, მაინც მით უმეტეს რომ აი სწორედ აი ამ პლასტმასის კონტეინერით ზოგჯერ სუპერმარკეტში, როდესაც რაღაცას ვყიდულობთ, გვიცხელებენ ხოლმე და გვაწვდიან. ესეც არის საშიში? სხვაობა არის პლასმასის კონტეინერი, რაც თქვენ ერთჯერადი გამოყენების, რასაც გულისხმობთ, რაც ჰიპერმარკეტულ ქსელებში იყიდება, ხო? იქ ორი სახის უნდა იყოს აუცილებლად, ერთი ცივი კერძებისთვის და მეორე შედარებით სქელი წარმოების იქნება და აუცილებლად ძირზე უნდა ეწეროს მასაც 5-იანი ციფრი ან PP, ეს ლათინური ასოები, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში დასაშვებია კერძის გაცხელება. სხვა შემთხვევაში თუ ის არის ერთი აი თხელი ნაწარმის, თითქოს დაბურულია ეს თხელი ნაწარმი, თვალითაც გაირჩევა მათ შორის შესაბამისი სამსახურები უნდა ამოწმებდნენ ჩვენ. რა თქმა უნდა, ერთი არის რომ მოწმდება და მაგრამ მეორე არის რომ ყველგან ვერ გაკონტროლდება ყველაფერი. ხო მართალია, ადამიანი და მომხმარებელი არის ყველაზე დიდი მაკონტროლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში ყურადღებით და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ბიზნეს პირველ რიგში უბრალოდ ბიზნეს ოპერატორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი, რაც არის დადგენილი, ისე უნდა კეთდებოდეს ყველაფერი და მე რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებები და ჩვენც უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, მომხმარებელიც უნდა იყოს ცნობიერება ამაღლებული და ყურადღებიანი. როდესაც ჩვენ ვითხოვთ უკვე, რომ არა, მე ძალიან ხშირად მომთხოვე, რომ ამ პლასტიკის ჭურჭელში არ გამიცხელოთ, თუ შეიძლება არსებობს მეორენაირი, რომელიც ყველა მარკეტს უნდა კონდეს მიწოდებული და უნდა იყოს ასე თქვა. ძალიან დიდი მადლობა მარიამ საინტერესო საუბრისთვის და ინიციატივისთვის. ასევე სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი. დასრულდა დღევანდელი ერთსულოვნების დილა. მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის. ბედნიერად.